ახლა კი მოვიდა რუბრიკა Med Insider-ის დრო. ეს გახლავთ რუბრიკა, რომელშიც ჩვენ საუბრობთ სამედიცინო კულისებზე, ასე ვთქვათ, ისტორიებზე, როგორც პაციენტების გარშემო, ესე ექიმების შესახებ და დღეს ვისაუბრებთ საკითხზე, რომელიც საკმაოდ ხშირია. ძუძუსკიბო. ასეთი დიაგნოზი, რომელიც წელიწადის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2.3 მილიონ ქალბატონს უვლინდება. არ ვიცი როგორ დათვალეს, მაგრამ თურმე 14 წამში ერთხელ ერთ ქალბატონს უდგინდება. ეს დიაგნოზი. კი, ანუ ძუძუსკიბო მსოფლიოში ქალბატონებში ყველაზე გავრცელებული წარმონაქმნია, ანუ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, პირველ ადგილზეა და ქალბატონებში დიდი პროცენტი არის საკმაოდ რა. და სტატისტიკაში პრინციპში იგივენაირად ვართ ჩვენ საქართველოს და დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებაში. და საქართველოს სტატისტიკა ასე გამოიყურება, ყოველწლიურად დაახლოებით 1500-2000 ქალბატონია, ვისაც აქვს პირველი შემხებლობა ამ დიაგნოზთან და რადგან ასეთი ხშირია, ამიტომ მასზე ხშირი საუბარიც არ იქნება ურიგო. კი, გეთანხმებით, იქ ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ანუ ფუფუნება არის. რომ სკრინინგი გვაქვს. იცი რა, ეს ფუფუნება ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ გამოიყენეს ფუფუნება, ვერაფერსაც ვერ შეცვლის ვერავინ. მაინც ვიტყვი 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს ეკუთვნით ასეთი ტიპის სკრინინგი, რომელიც მოიცავს მამოგრაფიას, ეკოსკოპიას და მამოლოგთან კონსულტაციას. გეთანხმებით. მოდი ახლა ვხსნათ, რომ რა არის ეს ძუძუსკიბო. რამოდენიმე ტიპის არსებობს, ადენოკარცინომა დუქტალური, რამოდენიმე ტიპის არის. იდეა არის, რომ აღმოჩენილი არის გენი, ანუ ესეთი არის BRCA1-2, რომელშიც სროჯამთლო ცხოვრობენ მაინც დაგიმართება. ერთი წამი თუ გენი აქვს ადამიანს, ის გარანტირებული, რომ გამოუვლინდება. რატო ხო არ არის ეგრე ყოველთვის? შეიძლება მატარებელი იყო და არ გამოვლინდეს. ორი გენი თუ გაქვს, ყველა შემთხვევაში გამოვლინდება რა. ზოგადად სიმსივნე არის, რომ ეს არის უჯრედების უკონტროლო ზრდა და გვერდზე ქსოვილებში, ანუ ჩაზრდის უნარი. შეიძლება ალვეოლურ ნაწილში გაჩნდეს, შეიძლება სადინარში გაჩნდეს, შეიძლება ცხიმოვანი ქსოვილი იყოს, შეიძლება ფიბროზული ქსოვილი იყოს და შემდგომ ესეთი კლასიკურ სურათები ლიმფური ჯირკვლებით გადადის, ანუ იღლის სეგმენტში და ანუ ლიმფური ჯირკვლისში გავრცელების შემდეგ, ანუ მას შეუძლია უკვე სისხლში ცირკულირება. და წავიდეს ნებისმიერ ორგანოსთან. წავიდეს ნებისმიერ ორგანოსთან. ხო, ანუ პირველ ეტაპზე ძალიან პატარა არის, ანუ რამოდენიმე მილიმეტრიდან იწყება. მაგრამ ნუ ხელით შეიძლება ვერც გაისინჯოს ქალბატონმა, მაგრამ მერე ზომა იზრდება რა. საჭირო არის სახლში თვით გასინჯვა რაღაცა პერიოდულობით და შემდგომ მამოგრაფიული კვლევა. ეს შეიძლება წელიწადში, 2 წელიწადში. ხო, და თან AI-ით მივახცეთ იმას, რომ პოტენციური გადაგვარების პროცენტიც გვეუბნება, ხო უკვე რომ მამოგრაფია. კი. კარგით, მოდით ახლა გადავიდეთ უკვე როგორც დავუშვათ კურნალობის მოსმენაზე, ასევე ის მითებიც გავაშხეროთ, რომელიც არსებობს ხოლმე. როგორც ონკოლოგიასთან დაკავშირებით, ისე იმპლანტებთან დაკავშირებით და მოკლედ ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად დაჯამებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს და ამისათვის სტუმრებს დავპატიჟებ ჩვენ სტუდიაში MLP Care კლინიკების ქსელის ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, ექიმი დალინე სუაშვილი და Medical Park-ის ასოცირებული პროფესორი, მამოლოგი, ენდოკრინული ქირურგი მიჰან თუჰანი. გამარჯობა. გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს თავაზობს, ასევე 0% ბრომატით. დაკო, საკმაოდ ცუდი სტატისტიკა გავაცანეთ ჩვენს მაყურებელს ძუძუსკიბოსთან დაკავშირებით და გამოიკვეთ, რომ ყოველი 8 ქალბატონიდან ერთს უვლინდება ესეთი დიაგნოზი. ხშირად მოგმართავენ ამ დიაგნოზით ხოლმე? ძალიან ხშირად მოგმართავენ, არა მარტო საქართველოდან, არამედ ნებისმიერი ქვეყანა და თუნდაც თვითონ თურქეთიდანაც. თუმცა დროის განვითარებასთან ერთად მომართვიანობა გაიზარდა რაღაც უკვე ადრეულ ეტაპზე. დღეს მაგალითად ჩვენ საქართველოში გვქონდა უფასო გასინჯვები და ძალიან ბევრი იყო მოსული, იმიტომ რომ უბრალოდ გავიგებ, რომ არის მამოლოგიის კონსულტაციები და მინდოდა რომ მივსულიყავი. და განსაკუთრებით ახალგაზრდებში არის უკვე ისე, რომ ყველა ქალბატონი ცდილობს, რომ მიზრუნოს და ძალიან ხშირად არის მაგალითად 27 წლის, 25 წლის ქალბატონების მომართვიანობა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასიხარულო არის, რადგანაც დღეს უკვე ადრეული დიაგნოსტიკა ნიშნავს 99%-ით მის განკურნების შანსს. გეთანხმებით. და თქვენ მაგასინჯებმა რა შედეგი დადო? ჩვენ გასინჯვებს ვაკეთებთ თითქმის ყოველთვიურად და მიხარია რომ ძალიან იშვიათად ხვდებით ისეთ წინ წასულს, თუნდაც მეოთხე სტადიას, როდესაც ძალიან რთული შესახედია. კი.
კერდი. პასუხები დიაგნოზირებული შემთხვევები ბევრია, აქედან არა დაუშვათ შორსტალსულ შემთხვევებში. სამწუხაროდ ძალიან ასაკიც ძალიან გაახალგაზრდავებულია. სულ რამოდენიმე დღეს უკან მყავდა პაციენტი, რომელიც იყო 25 წლის და ამ ასაკში უკვე მას აქვს დიაგნოზი მკერდის სიმსივნე. თუმცა ეს არის ამ შემთხვევაში ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი, როდესაც არანაირი მეტასტაზირება არ არსებობს და მას აქვს შანსი, რომ სრულად განიკურნოს. რისკ ფაქტორებზე რამდენად შეგვიძლია საუბარი? ძუძუს კიბოს ერთი გამომწვევი რისკ ფაქტორი არ არსებობს. თუ ჯანსაღად ცხოვრობთ, თუ მიყვებით სპორტს, თუ მიირთმევთ ხილს და ბოსტნეულს, თუ ფსიქოლოგიურადაც დაბალანსებული ცხოვრებით ცხოვრობთ, უფრო მეტად ხართ დაცული ძუძუს კიბოსგან. და როდესაც ძუძუს კიბოზე ვსაუბრობთ, ძირითადად ვსაუბრობთ ქალებზე. ამიტომ მათ შემთხვევაში რისკ ფაქტორებს შორის უნდა ვახსენოთ ორსულობა და ძუძუთი კვება. ჩვენ ქალებს ვურჩევთ, რომ 2 ან 3 შვილი გააჩინონ და ვურჩევთ ქალებს, რომ უფრო ადრე გააჩინონ შვილი. ამცირებს შანსებს. დიახ, როდესაც მშობიარობა 35 წლამდეა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დედა გინდა გახდა 35 წლის ასაკის მერე, შეიძლება დაგჭირდეთ ჰორმონალური თერაპია იმისთვის, რომ ბავშვი გააჩინოთ. სარძევე ჯირკვლების ფუნქციონირებაც უარესდება. თუ ძუძუთი კვება 35 წლამდე ასაკში ხდება, ფიზიოლოგიურად სარძევე ჯირკვლები უფრო უკეთეს მდგომარეობაშია. როდესაც გვიან ასაკში აჩენთ ბავშვს, ამით იზრდება ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. ამიტომ ვურჩევთ ქალებს, რომ ადრე გააჩინონ ბავშვი და ძუძუთი კვებონ შვილები ჯამში 2 წლის განმავლობაში. კიდევ ერთი ფაქტორი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებია. თუ მათ დიდი ხნის განმავლობაში 5 წელზე მეტ ხანს სვამთ, ეს ზრდის ძუძუს კიბოს რისკს. Why? Because you don't get. რატომ? იმიტომ რომ ქალი არ ორსულდება აბების მიღების შედეგად. Why does it increase? რადგან აბები ესტროგენსა და პროგესტერონს შეიცავს, ეს ორგანიზმში ქმნის ისეთ ჰორმონალურ ბალანსს, როგორც ორსულობაში აქვს ქალს. ასეთ დროს სარძევე ჯირკვლები ჰორმონალურად აქტიურდება. ამიტომ თუ დიდხანს იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, ამას შეუძლია ძუძუს კიბოს რისკის გაზრდა მცირედით. კიდევ ერთი რისკ ფაქტორია ჰორმონალური თერაპიები მენოპაუზის მერე. თუ იტარებთ ესტროგენისა და პროგესტერონის კომბინირებულ ჰორმონალურ თერაპიებს, ამასაც შეუძლია ძუძუს კიბოს რისკის გაზრდა. კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ისტორიას. თუ თქვენი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს შორის არის 2 ან მეტი ძუძუს და საკვერცხეების კიბოს შემთხვევა, ასეთ შემთხვევაში კიბოს რისკი იზრდება. რომ შევაჯამოთ, არსებობს ფაქტორები, რომელთა მართვაც შეგვიძლია და არსებობს ფაქტორები, რომელთაც ვერ შევცვლით. მაგალითად, თუ მე არ მყავს შვილი, მე ამ კუთხით რისკ ფაქტორს ვერ შევცვლი. მაგრამ შემიძლია კიბოს რისკი შევამცირო ჯანსაღი ცხოვრების წესით. არსებობს ფაქტორები, რომელთაც ვერ ვცვლით. რას ვიზამთ? ამ ფაქტორებთან ერთად მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ მეორეს მხრივ შეგვიძლია იმ ფაქტორების გათვალისწინება, რისი შეცვლაც შეგვიძლია. სიგარეტი, ალკოჰოლი, საკვები, ყველაფერი მათ შორის ჰობი და გატაცებები. ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ძალიან მნიშვნელოვანია. რას გულისხმობთ? როდესაც შენ თავს ეუბნები მე ჯანმრთელი ვარ, ამით ორგანიზმს უგზავნის სიგნალს. მედიკამენტებითა და ოპერაციებით მკურნალობის გარდა, ჩვენი ორგანიზმი თავად კურნავს საკუთარ თავს. იმუნოლოგიაში, როგორც იცით, არის T დამხმარე უჯრედები, T ლიმფოციტები. არსებობს ონკოგენები და სიმსივნის სუპრესორი გენების მოქმედება. თუ ნეგატიურის და უარესის მოლოდინის დამოკიდებულებას შეიქმნი, შეიძლება ამან პროვოცირება გაუკეთოს, მიიზიდოს დაავადება. თუ შინაგანი განწყობა დადებითია, მაშინ დაავადებას უკუაქცევ. ქალები როგორც წესი უფრო სტრესულ მდგომარეობაში არიან ხოლმე. სამსახური, ოჯახი, შვილები, ბევრი ფაქტორია. ამიტომ ჩემს პაციენტებს ვეუბნები, რომ აუცილებლად ჰქონდეთ ჰობი, გატაცება. ცხოვრებაში რამე უნდა შეცვალონ. იპოვეთ ისეთი რამ, რაც გაგაბედნიერებთ. მე ამ მიმართულებით ცხოვრებას ვურჩევ. ერთ-ერთ სამედიცინო შეხვედრაზე ითქვა, რომ კვლევების მიხედვით იოგა ამცირებს კიბოს მკურნალობით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს. გაიჭევა ხო? აკეთოდისაც გიყვარს და ამითი აბჯარი გვაქვს ერთგვარი. ზოგჯერ პაციენტები დიაგნოზს რომ იგებენ, თითქოს დასასრულია და ხშირად მკურნალობა იმიტომ არის წარუმატებელი, რომ ფსიქოლოგიურად მან უკვე მიატოვა მკურნალობა ფაქტიურად. კარგით, ეხლა გადავინაცვლოთ მითების მსხვევაზე ან პირიქით დაზუსტებაზე, არის თუ არა ჭეშმარიტი რომელიმე მოსაზრება. პირველი მითი არის ასეთი, რომ იმ შემთხვევაში თუ კი დედის ხაზით ოჯახის უახლოეს წევრებს არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა მკერდის კიბოსი, დაზღვეული არის ასეთ შემთხვევაში ქალბატონი, რომ მასაც არ დაუდგინდება მკერდის კიბოს. ეს მითია, ძუძუს კიბოს შემთხვევების 10% ოჯახური მემკვიდრეობის მიზეზითაა გამოწვეული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით, რომელია კიბოს გამომწვევი ზუსტი გენი. მაგრამ თუ ოჯახის წევრს ჰქონდა ძუძუს კიბო, შეიძლება მოხვდა კიბოს შემთხვევების ამ 10%-ში.
მეორე 10% წარმოადგენს გენეტიკურად განპირობებული ძუძუს კიბოს შემთხვევებს. ბევრი გენია. მათ შორის არის გენები, რომლებიც მაღალი ალბათობით იწვევს ძუძუს კიბოს. მათ შორის ყველაზე ცნობილი არის BRCA1 და BRCA2. ეს ჯგუფით ძუძუს კიბოს შემთხვევების 10% შეადგენს. დანარჩენი 80% არის უკვე სხვადასხვა ფაქტორის გამო. ჩვენ რადიაციულ გავლენასაც განვიცდით. ტელეფონი, კომპიუტერები, ტელევიზია, საავადმყოფოში მიდიხართ და ყველა გამოკვლევა ამაზეა დაფუძნებული. ესეც ზრდის კიბოს რისკს. თუ ხშირად მოგზაურობთ, თვითმფრინავით იზრდება ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენაც და ესეც გარკვეულწილად ზრდის კიბოს რისკს. მეორე კითხვას მე დავსვავ, რომ თუ ლავშად თვით გასინჯვის, ვერაფერი ვერ აღმოვაჩინე, ალბათონმა არ უნდა გავიკეთო მამოგრაფია. ძუძუს კიბოს ასაკი დაბლა იწევს მთელს მსოფლიოში, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ქალისთვის მნიშვნელოვანია ყოველთვიურად შემოწმება თვით გასინჯვით. მნიშვნელოვანია როგორც მენოპაუზამდე, ისე მენოპაუზის მერე. ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. მნიშვნელოვანია ოჯახის ისტორიის გათვალისწინებაც. თუ ოჯახში ბევრი შემთხვევაა, მაშინ თქვენი დიაგნოსტირების ასაკი დაბლა იწევს 25 წლამდე. ხოლო ზოგადად მამოგრაფიის გაკეთება ყველა ქალმა უნდა დაიწყოს 40 წლიდან. როდესაც ასაკი გვემატება, ცხიმოვანი ქსოვილი მატულობს, თუმცა ულტრასონოგრაფიული კვლევისთვის ამგვარი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ულტრასონოგრაფიული კვლევის გაკეთება 13 და 18 წლის ასაკში შეიძლება. მესამე მითიც გავაშხეროთ. იგივე, დავუშვათ თვით შემოწმების დროს ნაპოვნი სიმაგრე, დავუშვათ სიმკვრივე, ეს მნიშვნელოვნად ნიშნავს თუ არა მკერდის სიმსივნეს. არა, ეს მითია. ზოგადად არსებობს კეთილთვისებიანი ქსოვილები, ფიბროცისტები და ფიბროადენომები. მეც კი გამოცდილ ექიმს, რომელსაც უამრავი პაციენტი ყავს გასინჯული, არ შემიძლია მხოლოდ ხელით შემოწმებით განსაზღვრო, რასთან მაქვს საქმე. ამიტომ აუცილებელია ულტრასონოგრაფიული და მამოგრაფიული კვლევების ჩატარება, ან მაგნიტორეზონანსული კვლევა იმისთვის, რომ გქონდეს სრული წარმოდგენა გაჩენილი წარმონაქმნების ბუნების შესახებ. აი აქ მოდელი მაქვს. ეს ცისტაა, რომელიც ზომაში შეიძლება ერთ ღამეში გაიზარდოს. შეიძლება წინა საღამოს თვით გასინჯვით ვერაფერი აღმოაჩინოთ და მეორე დილით ცისტა გქონდეთ. ასეთი წარმონაქმნების 99% კეთილთვისებიანია. 1-2% შეიძლება გაიზარდოს ზომაში და ცისტის მემბრანა შეიძლება გასქელდეს. ეპითელიუმის უჯრედები შეიძლება გამრავლდეს უკონტროლოდ. თუ ულტრასონოგრაფიული კვლევის მერე ეჭვი გაჩნდა, ცისტა გაზრდილია, მემბრანა გასქელებულია. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ბიოპსიას. თუ მასში აღმოჩნდა სისხლი, მაშინ აუცილებელია ციტოლოგიური კვლევა. ხანდახან ასეთ წარმონაქმნს ქირურგიული ოპერაციით ვიშორებთ, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ზოგადად პაციენტს ასეთ შემთხვევაში ვამოწმებთ ყოველ 6 თვეში ერთხელ. მეორე წარმონაქმნი, რომელიც პაციენტმა შეიძლება თვით გასინჯვით აღმოაჩინოს, არის ფიბროადენომა. ეს მყარი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის ახალგაზრდა ქალებში ხშირია. მასაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ვამოწმებთ. თუ ზომაში გაიზარდა, მაშინ შეიძლება გავაკეთოთ ბიოპსია ან მაგნიტორეზონანსული კვლევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს კიბოა. აი ეს კიბოა, თუ წარმონაქმნი არ მოძრაობს, არის მაგარი და არ არის მტკივნეული, ის შეიძლება იყოს ავთვისებიანი. თუ ეს წარმონაქმნი გაიზარდა და კანი ამობურცა, ის ჭიმავს კუპერის სიოგებს და შეიძლება ძუძუზე გაჩნდეს ჩაბურცული. უსწორმასწორო ადგილი. თუ არეოლასთან ახლოსაა, შეიძლება ძუძუს თავის ჩაბრუნებაც გამოიწვიოს. რომ შევაჯამოთ, თუ შეამჩნიეთ ცვლილებები, მაგალითად კანის გაწითლება, ზომის ცვლილება, შეამჩნიეთ ჩავარდნილი, ჩაბრუნებული ადგილები, თუ გამაგრებული უმოძრაო წარმონაქმნი იგრძენით, ეს შესაძლოა იყოს კიბო, მაგრამ ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია რადიოლოგიური კვლევა, რომ დავადგინოთ კიბოა თუ არა. შემდეგი მითი არის, იწვევს თუ არა ხელოვნური მკერდის იმპლანტები ძუძუს კიბოს. ძუძუს იმპლანტებს შეუძლია გაზარდოს ლიმფომას რისკი. ეს იშვიათად ხდება, მსოფლიოში ამ შემთხვევებმა მოიმატა. ამერიკაში ბევრი ქალი იმპლანტებს იშორებს, მაგრამ ლიმფომას რისკი ძალიან დაბალია, 1%-ზე ნაკლები. ხოლო რაც შეეხება კიბოს, იმპლანტი არ იწვევს კიბოს. და კიდევ ერთი შეკითხვა. ესე იგი, როდესაც ამბობენ, რომ ეს ხელოვნური იმპლანტები ფრენისას ან ღრმა ტყვინთვის დროს შეიძლება გასკდეს. არის თუ არა ამის შანსი? წარსულში იმპლანტები სითხით იყო სავსე. ეს მარილიანი წყალი იყო, ამიტომ ის შესაძლოა გამსკდარიყო და მაშინ ის ექიმს უნდა ამოეღო. ახლა ვიყენებთ სილიკონზე დამზადებულ იმპლანტებს. ისინი ძალიან მდგრადია გარე ზეწოლის მიმართ. მას შეიძლება გაუჩნდეს ნახეთქი, მაგრამ სილიკონი, რომელიც გამოდის, იქვე ჩერდება და არ იღვრება. ასეთია ახალი ტექნოლოგია და ექიმები ამაზე აღარ ვღელავთ. რატომ შეიძლება გაჩნდეს ნახეთქი? წნევის გამო, იმპლანტის დიდხანს გამოყენების გამო,
ყველაფერს აქვს თავისი გამოყენების ვადა. თუ იმპლანტი კარგია, მისი გამოყენება 10-15 წლის განმავლობაშია შესაძლებელი, მაგრამ კაფსულის მთლიანობა შეიძლება დაირღვეს. შეიძლება სხვა პრობლემაც გაჩნდეს. ასეთ დროს შესაძლებელია იმპლანტის გამოცვლა. ჩვენიერი, ანუ იმპლანტები არ სკდება, ესეც გავარკვიეთ, თუ კი ასევე ამბობდნენ, რომ სიმსივნეს იწვევსო იმპლანტებით, კი და არ იწვევსო ხო თქვა და პირიქით მიდოდა რომ მასთან დაკავშირებით ამემატებინა, რომ დღეს სიმსივნის მასტექტომიების დროს მკურნალობის შემდეგ იყენებენ იმპლანტებს, როდესაც ქალის ესთეტიურობაზე საუბრობთ. თუმცა იყო მაგალითად ადრე რომ დასხივებაც ვერ კეთდებოდა ასეთ პაციენტებში და ჯერ ხდებოდა ესპანდერის ჩადება, შემდეგ ან მაგალითად მასტექტომია და შემდეგ უკვე დასხივების და მკურნალობის დამთავრების შემდეგ მისი პლასტიკური აღდგენა, მაგრამ დღესდღეობით იმპლანტიანი ძუძუს დასხივებაც უკვე არის შესაძლებელი და ვფიქრობ, რომ ამ ხრივაც ძალიან დიდი განვითარება არის უკვე მედიცინის მხრივ ამ მიმართულებით. საინტერესო რა ხდება მკურნალობის მიმართულებით, დღეს როგორ ხდება მისი მკურნალობა, ამ დროსთან ერთად ბევრი რაღაცა იცვლება და ჩვენს მოვისმინოთ უახლესი ბოლო, ასე ვთქვათ, მეთოდიკის შესახებ. ჩვენ უნდა დავადგინოთ ძუძუს კიბოს ტიპი. არ არსებობს მკურნალობის სტანდარტული თერაპია. წარსულში ყველაზე გავრცელებული მკურნალობის მეთოდი მასტექტომია იყო, მაგრამ დღეს ჯერ ვარკვევთ კიბოს ტიპს. ზოგჯერ მკურნალობას პირდაპირ ქიმიოთერაპიით ვიწყებთ. ამის მერე, როდესაც სიმსივნის ზომა მცირდება, ვაკეთებთ ქირურგიულ ოპერაციას. ზოგ შემთხვევაში კი ჯერ ოპერაცია ტარდება და მერე მკურნალობის სხვა მეთოდებს მივმართავთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ დღეს უფრო მეტადაა შესაძლებელი ძუძუს ქსოვილის შენარჩუნება. მე ვატარებ ონკოპლასტიკურ ოპერაციებს, ერთდროულად კიბოს ქსოვილსაც ვაშორებთ და ფორმასაც ვცვლით. ვწევთ ზემოთ, ვაპატარავებთ, ვადიდებთ. პაციენტი კმაყოფილია. მან მოიშორა დაავადებული ქსოვილი და თან მიიღო მკერდის ლამაზი ფორმა. მეორე ვარიანტია, როდესაც სიმსივნეს ვჭრით და შემდეგ ვდებთ იმპლანტს ისე, რომ ძუძუს ფორმა და ზომა არ იცვლება. კიდევ ერთი არჩევანია. ჩვენ ვკვეთთ ძუძუს ქსოვილს და პაციენტი მიდის სახლში. მას ერთი მკერდი არ აქვს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ძუძუს რეკონსტრუქცია მუცლის ქსოვილით ან სხვა ზონებიდან აღებული ქსოვილით. თავიდან პლასტიკური ქირურგები ქმნიან კანქვეშ მოცულობას. 2 თვის შემდეგ კი აკეთებენ რეკონსტრუქციას. თუ პაციენტმა დაკარგა მკერდი მასტექტომიის შედეგად, მას წლების შემდეგაც შეუძლია მკერდის ფორმის აღდგენა. ანუ ნებისმიერ ქალს, ვისაც კიბო ჰქონდა, შეუძლია რომ მკერდი ვიზუალურად შეინარჩუნოს? არის შემთხვევები, როდესაც ძუძუს კიბოს ძალიან აგრესიულ ფორმებთან გვაქვს საქმე და ორგანიზმში მეტასტაზები იწყება. ასეთ დროს მთავარი პაციენტის სიცოცხლეა და მკერდის ფორმის საკითხი უმნიშვნელო ხდება. თუ არსებობს შემთხვევები, როდესაც მკურნალობა უსარგებლოა და პაციენტს არაფერი მოარჩენს? არა, ხანდახან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება უსარგებლოა. მაგრამ ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია გაზრდის პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობას, შეამცირებს ტკივილს. მეოთხე სტადიაზეც კი საჭიროა მკურნალობის ჩატარება. მე პაციენტებს ვეუბნები, არასდროსაა ძალიან გვიან. ჩვენ დაგეხმარებით იმ ეტაპიდან, რომელზეც ხართ და დაგეხმარებით, რომ უფრო დიდხანს სიცოცხლოთ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა, ასე რო არ გართულდეს საქმე. ამიტომ არის გამოსაყენებელი ეს სკრინინგის შესაძლებლობა და ამიტომ საუბრობთ ჩვენ ასე ხშირად აი ამ თემის გარშემო. მადლობა თქვენ. მადლობა. უკვე წვეთ.